კალათბურთის მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამაში აჭარის რეგიონში მომუშავე მწვრთნელები ჩაერთვნენ. 2 დღის განმავლობაში მათ პრაქტიკული სავარჯიშოები და თეორიული სემინარები უტარდებოდათ. პროექტში 23 მწვრთნელი მონაწილეობს. მათ გამოცდებით ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ლიცენზიას მიიღებენ. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი თბილისსა და ქუთაისში უკვე ჩატარდა. პროექტს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი ახორციელებენ. ბათუმში გრძელდება მწვრთნელთა გადამზადების და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი. აჭარის რეგიონში მომუშავე მწვრთნელებს უტარდებათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდები. დაახლოებით 2 კვირაში მათ ჩაუტარდებათ ტესტირება და პრაქტიკული გამოცდა და იმედი მაქვს, ყველა წარმატებით ჩააბარებს და აიღებს პირველი ეტაპის ლიცენზიას. 2 წელიწადში ვისაც არ ექნება შესაბამისი ლიცენზია, ვერ გამოიყვანს გუნდს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირში. გარკვეული პერიოდის მანძილზე არ იყოს მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა, ეს ლიცენზირება. საბედნიეროდ ეხლა არის თან საკმაოდ მაღალ დონეზე, იმიტომ რომ FIBA-ს წესებიდან გამომდინარე არის, ანუ რაც ევროპაში ხდება, ანალოგია ის ქართულ ენაზე გადმოტანილი. ყოფილი ვართ ასევე ფიზიკური მომზადების ტრენინგებით და ასევე საკალათბურთო თვალსაზრისით წარდება საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიშები. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავივლეთ გამოცდებს, შესაბამისად ავიღებთ კატეგორიებს.